ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ ვიღაცა ბავშვი რო ცემეს, თქვეს რომ აბა რა ეგონაო რა, ისო რა ქვია, რომ დაგვაპროვოცირაო და თვითონ ის იყო, იმან დაიწყო და ჩვენ გავაგრძელეთო, მთავრობა ამბობს, კაცო. ხალხი ცემა და ვინც ცემა იმას აბრალებს, რომ იმანო ცუდი რამე დამიძახაო, დამაპროვოცირაო და იმითო ვცემეო. და ამართლებენ და აправებენ ადამიანის ცემას ხალხი, რომელიც მთავრობაშია, პოლიცია, მილიცია, სუსი, რა ვიცი, ყველაფერი მაგათ იცავს. ადამიანმა ვიღაცას დაუძახა რუსეთის მონა და მოღალატე, იმაზე საქმე აღძრეს და ვინც ცემა, აი ცემა რა, კადრები ხო გაქვთ ნანახი? რა მნიშვნელობა აქვს მე იქიდან შეიძლება ბევრი არ მომწონს. მაგრამ ძალადობა, კაცო, ძალადობა? ფიზიკური ძალადობა 90-იან წლებში გვაბრუნებენ, ვინც ცემეს, იმაზე საქმეც არ აღუწრიათ. ეხა ეს ხო ქართველებს ყველაზე უფრო რას ვერ იტანენ? უსამართლობას. როგორ შეიძლება შენ ვინც არ უნდა იყოს, შენ დეპუტატი ხარ, მინისტრი ხარ, ვინა ხარ, შენ ადამიანს როგორ ჩაგრავ, კაცო? შენ ადამიანს როგორ ჩაგრავ? მაგის უფლება შენ ჩემ შვილს როგორ ჩაგრავ? შენ მაგის უფლება ვინ მოგცა? ამას კიდე ამართლებენ რა, ერთმანეთს უდგებიან და ის მაკადრა და ვინ მოიგონა თმენის ვალდებულება და აბა ეგ სად წერია? რას ნიშნავს სად წერია? ეხა მე ხო ანგელოზი არა ვარ მეთქი გითხარი და ხან შემშლია ხანგან დამიშავებია, რაღაც გამიკეთებია. რაც მე იგივე ახალგაზრდებს ვულანძღივარ. ჩემი ბიუსტი იდგა კაცო 6 თვე იმაში რა ქვია, პარლამენტის წინ და ხან რას ახატავდნენ და ხან რას ასხამდნენ ზენ და რას ერთხელ არ მithქვამს. ერთხელ არ მიკადრია არაფერი. და ამათმა ვერ მოითმინეს, რომ ქუჩაში ვიღაცამ ისა რა ქვია, რუსეთის მონა დაუძახა და თურმე ვერ მოითმინეს და იმას ადამიანს ცემე დააუძახე პოლიციას თუ დააშავა რამე და ისაქენი დასაჯე. ფულს რო იპარავენ, მაშინ კანონი ჭირდებათ რა, რომ დაიცვან. და ადამიანს რო ცემენ, ვინც არ მოწონთ, მაშინ ამბობენ, რომ როგორ მეო ქართველი ვარო და შემაგინაო და ღირსებაო და ეხლაო მეო ისა მაქვსო. საშინელებაა ეს, როგორ შეიძლება? ეს არის ჩვეულებრივი გარემო, როდესაც ძალადობას ახალისებს ხელისუფლება, მთავრობა, კაცო.